ეხლა რა ხდება იცით? არის ესეთი მდგომარეობა, ისე არტეფაქტი ვიპოვე, რომელიცაც დადიან ფეხებით და აქ არავის არ აინტერესებს, ეს არტეფაქტი რა არის. და ამას აცდენილობას უწოდებენ, მეგობრებო. ესე იგი, ქალბატონის შიგნით, რომელიც ყიდის სანთლებს და კიდევ იმას ერთი კაცი გამოემქომაგა, რა ქვია, რა თქვა, ხო. და ამბობენ ესეთ რამეს. ესე იგი, კაცობრიობა იმ დონეზეა მისული, რომ ჩვენ ქრისტეები ვართ, მეკითხება. მე ქრისტემ რო გახდე, ქრისტემდე რომ მიაღწიო, რა გაკლია, რომ შეასრულო მისი სიტყვა, ხო? და მითხარით, რატომ არ აკეთებთ, რატომ არ არის ეს ადვილი, რომ ეხლა შენ ადგე და ეს დახლი გარეთ გაიტანო, ხო? ყველა ეკლესიაში ეგრეაო, ამბობს ქალბატონი, ყველა ეკლესიაში მითხარითო, რომელ ეკლესიაში არ არის ვაჭრობა საქართველოში. და მე ეს სწორია მეთქი ვეკითხები. სწორია მეთქი, რატომ არის ეკლესიებში ვაჭრობა? განა ქრისტემ არ თქვა, რომ არ შეიძლება ვაჭრობა? და ეს ბატონი იძახის, რომ არაო, ჩვენ ქრისტეები ხომ არ ვართო და მეთქი რა გაკლია, რომ ქრისტე გახდე? არ უნდა გახდე, არ უნდა დაემსგავსო ქრისტეს. რა გიჭირს ეხლა მეთქი, რომ ადგე, არ არის შესრულებადი ეს, რომ ადგე და გაიტანო ეს დახლი გარეთ. არ შეგიძლია? ეს ძალიან რთულია? რთული არის ის, მეგობრებო, რომ გაიგოს ადამიანმა, რომ ქრისტეს სიტყვის შესრულება ძალიან ადვილია. და თუ კი ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს დავემსგავსოთ, ხო? მაშინ გავაკეთებთ იმას, რაც ქრისტემ თქვა. და არა იმას, რომ რა ვქნათ, ყველა ეკლესიაში ესია და აქაც ესე უნდა იყოს. ჯვარი არის ერთადერთი, სადაც მარტო სანთელი იყიდება, ამბობს ქალბატონი. მადლობა უფალს, რომ აქ დუხები და ისინი არ იყიდება, სუნამოები და სხვა რაღაცეები, მაგრამ ვაჭრობა არის ვაჭრობა. მამონა არის მაინც ეკლესიაში. მაინც და მაინც ჯვარზე რატომ მოგინდა მოსვლა და აქ ჩხუბიო. არ ჩხუბობ მეთქი ქალბატონო. გაიხსენეთ ქრისტემ რა თქვა. ქრისტემაც იგივე გააკეთა, იყვირა და დახლები გადმოუტრიალა და წკეპლებით გამოყარა ხალხი, ხო? და მითხარით მეთქი, რას ვაკეთებ? სხვანაირად. ეს არ არის ქრისტიანული, რასაც შენ აკეთებო. პირიქით მეთქი, რაც ქრისტემ გააკეთა, ზუსტად იმას ვაკეთებ. შენ ქრისტე ხარო? ვემსგავსები მეთქი ქრისტეს და ქრისტეს სიტყვას ვიცავ. თქვენ რას ფიქრობთ, მეგობრებო? არის ეს მართებული? თუ არ არის ეს მართებული, რომ ჩვენ ქრისტე დავიცვათ და ქრისტეს სიტყვა დავიცვათ. ვიღაცები მწერენ, რომ შენ არ აკეთებო, კაცურად არ იქცევიო. რა კაცურად? კაცურად? მე რო კაცურად ვიქცევი ისე, რომელი კაცი მოქცეულა, ამოსულა ეკლესიაში და ამოუტრიალებია დახლები აქ. მე არ ამოვატრიალე დახლები, მაგრამ სიტყვით ვამხილე, ხო? მითხარით, ყველა ვინც ქრისტეს სიტყვას იცავთ. ამოდით და დაიცავით ქრისტეს სიტყვა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ეკლესიებში შესული დახლები. განა იმიტომ, რომ მე ვარ ხუშტურზე, იმიტომ, რომ ქრისტემ გვითხრა ეს და მე თუ შემიძლია და სადამდე შემიძლია ქრისტეს სიტყვას დავიცავ. ქრისტეს სიტყვას დავიცავ, გესმით? ისე დავიცავ, როგორც ქრისტემ მასწავლა. ქრისტემ ამოუყირავა დახლები და გაყარა ყველა და თქვენ თუ არ შეგიძლიათ, მე ეს შემიძლია, ხალხო. მე ეს შემიძლია, პატრული მოვიდეს, გამოიძახა პატრული, მოვიდეს ერთი ის პატრული და ვეტყვი მე ზუსტად იმას, რასაც ეხლა ვამბობ და თუნდაც დამეჭირონ, მე არ მეშინია, არც დაჭერის და არც მოკლის არ მეშინია, მე აქ ვდგავარ და ქრისტეს სიტყვას დავიცავ ბოლომდე და თუ არ შეგიძლიათ თქვენ ეს და თუ სიგიჟეს დაარქმევთ თქვენ ამას, ან თუ რამე სხვა ქმედებას მიაწერთ ხომ, ეს ჩემი განსასჯელი არ არის. მე ვაკეთებ იმას, რაც გააკეთა ქრისტემ. და თუ თქვენ ამას სხვანაირად მონათლავთ, ღმერთი მოგკითხავთ თქვენ ამას, მე არ მოგკითხავთ თქვენ ამას. ჯვრის მონასტერი დიდ საიდუმლებას ინახავთ. დიახ, თამარ, მე იმ კაცზე ვთქვი, რომ არაკაცურად იქცევ. მადონა, არაკაცურად, არა, ვერ გეტყვი, რომ არაკაცურად იქცევა. იცი რა მოუვიდა? ვერ შეიკავა თავი. ვერ შეიკავა თავი და მორჩა. ეს იყო მისი პოლიციაც მოვიდა, აგე? რა კარგ დროს მოვიდა? ვერ შეიკავა თავი და დამარტყა. ამ ადგილზე დამარტყა. არა უშავს, ეხლაც მწკივა, მაგრამ მეც დავარტყი მერე ბევრი. ხო და ეს არის, მეგობრებო, რომ
ჩვენ შეიძლება ერთმანეთს ვცემოთ კიდევაც, მაგრამ ბოლოს უნდა გავუგოთ ერთმანეთს. გესმის? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე აქ არ ვარ მოსული იმისათვის, რომ ვიხუმრო და ფოლოვერები მოვიმატო. მე აქ იმისთვის ვარ მოსული, რომ ხალხს გავაგებინო, რა ხდება ჩვენს ეკლესიებში არასწორად, რომ შესაძლებელია, რომ ჩვენ დავიცვათ ქრისტეს სიტყვა და ჩვენ ყველას შეგვიძლია, რომ დავიცვათ ქრისტეს სიტყვა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ეკლესიაში შედის და ფულს აწკაპუნებს, ან შესაწირის სახით, ან სულ ერთია, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. არ შეიძლებაო ქრისტემ თქვა ეკლესიაში ვაჭრობა არ შეიძლებაო და არ შესაწირიც ფულია. ფული რომ შედის ეკლესიაში და იქ ფული ხელიდან ხელში გადადის არ შეიძლება ხალხო არა. არც როდესაც იქ დებ იმაზე არ ფული არ უნდა იყოს ეკლესიაში. დასაჭერები თვითონ არიან როგორ ბედავენ თქვენ წარმოვიდგინეთ რომ აი ეხლა ეს მამაო, როდესაც ხალხი იყო იქ, ისე ლაპარაკობდა რომ დიდი წმინდანი გეგონებოდათ, ქალბატონო გავიდეთ გარეთ და ვისაუბროთ გარეთ. გარეთ გამოვიდი და თქვენ ხომ დაინახეთ როგორ მესაუბრა. დაინახეთ ხომ როგორც მესაუბრა, ისე იქ არ იყო მისი მრევლი და იმიტომ ვერ დაინახავდა მაგის მაგ სახეს. ხო, ყოველ შემთხვევაში ეხლა მრევლი რა თქმა უნდა თავის მამაოს დაუდგება და არა მე და მე სატანისტად შემრაცხავს, ხო? და ეგ არ არის პრობლემა, სატანისტად შემრაცხავს თუ როგორ შემრაცხავს. თავარი ის არის, რომ ჩვენ დავინახეთ ამათი სახე. ამათი სახე დავინახეთ ზუსტად როგორ აბრალებენ ადამიანს სატანიზმს, როდესაც მოითხოვს რომ ეკლესიიდან გავიდეს ვაჭრობა. როგორც ქრისტე მოითხოვდა ისე და არა სხვანაირად. სხვაგვარად მე არ კიდევ უფრო ლმობიერად მოვიქეცი, მე დახლები არ ამიყირავებია იქ. არც ჯოხი დამიჭერია ხელში და არც ჯოხი მირტყავს ვიღაცისთვის. ამიტომ გეტყვით რა, ვინც ამას სატანისტად შერაცხავს, ღმერთმა მოაქციოს, ღმერთმა გაუნათლოს გონება, რომ დაინახოს რა არის სატანიზმი და რა არის ქრისტიანობა. ხო და თქვენ რას ფიქრობთ? მაინტერესებს ერთი, მაინტერესებს. მოკლედ ერთი სიტყვით და ბევრი გაგებით. ერთი სიტყვით და ბევრი გაგებით, ხო, როგორც ყველას ვის რამდენი თავიც არის, იმდენს იგებს. ეხლა თმები ნახე როგორ არა უშავს. ეგ არ არის მნიშვნელოვანი, ჩემი თმები როგორ გამოიყურებ. მნიშვნელოვანი ის არის ჩვენ რას ვაკეთებთ. გესმით? აი ამას რო ფეხს ვადგავთ ჩვენ, აი ეს არის არტეფაქტები ხალხო. აი აქ სულ ყველგან არტეფაქტები ყრია, აი აქ რამდენჯერ ავკრიფე და დავდე. აი ამას რომ ყურადღებას არ ვაქცევთ. ქრისტეს სიტყვას რომ ყურადღებას არ ვაქცევთ და თავს ვიმართლებთ, სანთლები ბღუჯა ეჭირა ხელში კაცს და იძახდა რომ ჩვენ ხომ არ ვართ ქრისტიანებიო, მე მოვდივარო აქო. სალოცავეთო და შენ ხელს მიშლიო რომ ყვირი ხარო, რას ყვირი ვარ მეთქი რა, ისეც რაც ქრისტემ არ იყვირა, გამაგებინე. შენ რომ მოდიხარ აქ ეკლესიაში და ლოცვა გინდა, პირველ რიგში რასაც ხედავ ქრისტემ რაც დაიბარა და ის არ ხდება ეკლესიაში, უნდა იყვირო, კი არ უნდა ილოცო გიჟივით. პირველ რიგში უნდა ამხილო, ისე როგორც ქრისტემ ამხილა. და თუ ამას იგიჟეს და არქმევ და ამბიციას, ხო, შენთან საუბარი არ შეიძლება. ვნახავთ როგორც არ შეიძლება ჩემთან საუბარი, ვნახავთ მაგასაც. ასე რომ მეგობრებო, არ ვიცი რა უნდა ვქნათ. ადამიანებს ეშინიათ იმის, რასაც მე ვაკეთებ. ეშინიათ. განცრედება უნდა ჩავწეროთ, რომ ეკლესია ვაჭრობა არ შეიძლება. ვის დაუწეროთ განცხადება? პატრიარქთან. და ეს განცხადება არ არის ახლა მე რასაც ვაკეთებ? არა, ოფიციალურად უნდა გავაკეთო. ოფიციალურად ისა იქ ვართ სასამართლოში? აჰა, რუსები. არ იფიქრობენ მაგაზე. თუ ვაჭრობა არის ცოდვა. არ ფიქრობენ თუ ვაჭრობა? არ ფიქრობენ. იმიტომ რომ ყველა მაღაზიაში, ყველა ეკლესიაში იყიდებაო, ხო? ყველა ეკლესიაში იყიდება სანთლებიო და რატო ჩვენ არ გავყიდოთო? ჩვენ ვყიდულობთ და ვყიდითო. ხო, ანუ პირდაპირ მეუბნება რომ ვაჭრობთო და ცუდიაო ესო? გუში მაგალითად, ხო? აქ ვიხავით ბავშვებთან ერთად. ხო. და მინდა ავანთოთ სანთელი, ხო? და ამ მქონდა ფული. ხო, არ მოგცა?
მე არ გითხრა მომეცი არა მაქვს ფული, ხო. ხო? მაგრამ ცუდი ცნობა მქონდა რომ ეხლა რომ მიდივარ და უფასოდ მინდა სადლები. ხო. არც თქვა რომ ირანელები მოდიან და ბღუჯად იღებენ. მეთქი მართალს აკეთებენ, იმიტომ რომ ეკლესიაში ვაჭრობა არ შეიძლება. ირანელებმაც კი იციან ეკლესიაში ვაჭრობა არ შეიძლება და თუ დევს იღებენ და ბღუჯად მიაქვთ სანთლები. და მართლები არიან და ეს კიდე ამობს რომ იპარავენ. რა იპარავენ? შენ იპარავ, როდესაც ქრისტეს სიტყვას არ ისმენ, შენ იპარავ. შენ ხარ ის, ვინც ქრისტეს არ უსმენს. არ უნდა რომ გაიგოს ქრისტეს სიტყვა, რომ არ შეიძლება დახლები ეკლესიაში, არ შეიძლება ფულის გაცვლა და სანთლის გაცვლა, შესაწირის გაცვლა ეკლესიაში, არ შეიძლება გადი გარეთ რა, არ გაგიჭირდა, აგერ დახლები ხო არის და ხალხი ყიდის, გადი და გარეთ დადექი თუ ქრისტეს ემსახურები, გარეთ ეკლესიის გარეთ დადექი და იქ გაყიდე სანთლები, კაცო, არავინ არ გიშლის, მაგრამ ეკლესიაში ნუ ყიდი, ნუ. ხო და მეგობრებო, ჩვენ მიუახლოვდით იმ დროს, როდესაც ქრისტე უკვე ჯვარს უნდა ეცვას და ეხლა ვნახავთ ჩვენ ჯვარს აცმევენ ქრისტეს თუ ის ხალხი ეცმევა ჯვარს, ვინც ქრისტე ჯვარს აცვა. ხელმოწერების შეგროვება დავიწყოთ თამარ, უფრო სწორად გამოკითხვა ჩავატაროთ. თეა, ხელმოწერების და გამოკითხვა, ხო? სწორია, კი. გავაკეთოთ ეგრე, მაგრამ აგერ მრევლი იდგა და თვითონ არ გაიგებენ, ხო? შეიძლება კანონიერად უნდა გავაკეთოთ. ხო, თვითონ თუ არ გაიგე. კანონი რა. ქრისტეს კანონი როგორია? ქრისტეს კანონი არის რომ ვაჭრობა არ შეიძლება ეკლესიაში. ხო, ეგრეა. ხო, კანონია პრინციპში დააკანონა ქრისტემ ეს, ხო? კანონი თქვა, სიტყვა. თქვა და ცივა ეხლა შენ ცივდა. მოვიდეს ეხლა ეს პოლიცია, არა მოვიდა? ამოვიდეს, მაინტერესებს ერთი. მაინტერესებს თუ წამიყვანენ. აი ნახეთ, ყურადღება. აი, ეს არ შეიძლება, გესმის? ეს არ შეიძლება და ყიდვა-გაყიდვა შეიძლება. ეს არ შეიძლება და ეს შეიძლება. და ეკლესიაში ვაჭრობაც შეიძლება. გესმის? აქ ხო არ გავაკეთოთ ტრაფარეტი და დავარწყათ, რომ ისო რა ქვია. ეკლესიაში ვაჭრობა არ შეიძლება. მე მგონი კარგი აზრი იქნება. შარვალი არ შეიძლება, შარვალი ისა ვაჭრობაზე უარესია. როცა შარვალი ხო თავსაბურავი არ გიკეთიაო. არც ვაჭრობა შეიძლება მეთქვი ეკლესიაში. ხო, აი ეგრე არის. აღარა მოდის ეს პოლიცია თუ იქ რა საქმეებს არ გოს ვერ გავიგე. აი აი ხო 16 ადამიანი მიყურებთ რა, გამოკითხვას ჩაგიტარეთ. ნებისმიერი ვინც ახლა ამ ლაივს ნახავთ. შეიძლება თუ არ შეიძლება ეკლესიაში ვაჭრობა. ქრისტეს წესით და კანონით შეიძლება თუ არ შეიძლება. დამიწერეთ აბა. მაინტერესებს. აი აქ დავგები ხოლმე ამ არტეფაქტებს. აი არ შეიძლება. აი ყველა წერს. სამოსელში ერთი ეკლესიაა, სადაც დევს შესასვლელთან სანთლები და ყუთი. იღებენ სანთელს, ვისაც აქ ფული დევს, ვისაც არ აქვს. აქ და არ დებს. არავის აკონტროლებს, გინდა გადაიხადე, გინდა ისე აიღე. კოლხი წერს. რა ხდება ეხლა შემოვედი ლაივში. ხო, კეთი იმაზე მიმდინარეობს საკითხი, ეკლესიაში შეიძლება თუ არა ვაჭრობა. კარგი აზრია. მადონა წერს კარგი აზრი. არ შეიძლება წერს მადონა. არ შეიძლება წერს რუსიკო, კეთი ელიაშვილი, რა თქმა უნდა.
არ შეიძლება ეკლესიაში რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ხო ნუ თქვენ გვარ გადაკეთებული მღვდლები თამაშობენ ამ მღვდელს ეთყობოდა რომ ქართველი არ არის პირდაპირ იუდეური სახე ქონდა პირდაპირ იუდეური მე ხო ვიცნობ იუდეურ სახეებს არა იცი რა არც იუდეველების წინააღმდეგ არ ვარ მაგრამ თუ იუდეური წესით აღავლენენ მაშინ დაირქვან რომ ჩვენ ვართ იუდეველი ხალხი და აღვავლენთ იუდეური წესით ვართ იუდეველები ესე დაირქვან რა ქრისტეს სახელით ნუ გააკეთებენ ხალხო გამაგებინეთ რა იყო რას ეტენებით ამ ქრისტეს თუ არ შეგიძლიათ ქრისტესნაირი ყოფნა და ქრისტეს მსახურება მაშინ ნუ გაეტენებით რა დაირქვით ისინი ვინც ხართ და ნუ ხართ შეფარულად ვითომ ქრისტიანები მაგრამ ვაირო გჭირდებათ თქვენ შესაწირები და რომ ხალხის შესაწირი გჭირდებათ და ამიტომ აკეთებთ ხალხს ვერ მოიზიდავთ თქვენი იუდეური წესებით და ამიტომ ქრისტეს სახელით იზიდავთ ხალხს ხო და ამიტომ ქრისტეს სახელით შეფარულად აკეთებენ წირვა ლოცვებს თამარ თმა შეიკარი რატო არ მოგწონს აუ ხელები ნახე დამისისხლიან და საპარსლები გაპარსვა კიდე არა უშავს მაგათის გაპარსვა მოინელებენ გაეზრდებათ ისევ თმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალიან დიდი დაფინანსება აქვთ სახელმწიფოდან თავს რომ იმართლებენ თუ შესაწირი არ იქნება და სანთელი არ გაიყიდა როგორ ირჩინოს თავი მღვდელ მონაზონმაო მილიონები შესდისო საპატრიარქოს და რა ვიცი აბა მღვდელმონაზონი კი არ უნდა არჩენდეს თავის თავს ხალხისგან თვითონ უნდა არჩენდეს ხალხს თვითონ უნდა ეხმარებოდეს ხალხს აი ხლა მაგალითად ქრისტე რო დადიოდა კარდა ეხმარებოდა ხალხს რა თქმა უნდა ეგრე უნდა დაემსგავსონ და ესეთები უნდა გახდნენ და არა ისეთები რომ ეკლესიაში დადონ დახლი და იქიდან ირჩინონ მერე თავი სპარსელები არიან ეს ეგრეთ წოდებული მღვდლები. ნუ არ ვიცი, სპარსელები არიან თუ ვინები არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ არასრულებენ ქრისტეს სიტყვას, ეგეც კარგად ვიცი და ვხედავ. ხო, მაინტერესებს ახლა რა მოხდება რა. არავინ არ მოდის შემთხვევით. ხო, მარინუსი მეკითხება სად არიან ახლა შენი მიმდევრები. მე არ მყავს მეთქი მიმდევრები. აბა შენ ვინც გისმენს ახლა სად არისო, მეთქი სახში. წირვა ლოცვაზე უნდა ამოვიდნენ ეგენიცო. ამოდით ხალხო, ამოდით. და ნახავთ აქ რა ხდება. იცით რა არის მეგობრებო? ადამიანებს არ სურთ ქრისტეს დაემსგავსონ. ეხლა ის კაცი ბიჭი იყო რა, ეხლა კაცი არ იყო ის ბიჭი იყო. ის ბიჭი რომ მეუბნება რომ ამას ვერ შევასრულებთ, მეუბნება რა პირდაპირ. ჩვენ ქრისტეს გავართო, ჩვენ ქრისტეები ვართო მერეო? და რატომ არ ხარ მეთქი ქრისტე? რატომ არ ხარ? რატომ არ ასრულებ ქრისტეს სიტყვას? რამე გაგიჭირდება რომ თქვა ეხლა რომ არ შეიძლება აქ გაყიდო. მე ვერ ხვდები ხალხი რატომ იჭერს ვაჭრის მხარეს და რატომ არ იჭერს ქრისტეს მხარეს. მე ვერ ხვდები რა. ქრისტესთვის მიდის ევედრება, სანთლებს ყიდულობს ეკლესიაში, ევედრება რაღაცებს. ქრისტიანია და ვეუბნები შილო ქრისტემ რა დაგვიბარა? არ დაგვიბარა მეთქვი ეს რომ არ ვივაჭროთ ეკლესიაში. მერე ქრისტეს რო ევედრები, როგორ შეგისმინოს, როცა შენ არ ისმენი მის სიტყვას. არ უნდა იცოდე მეთქვი ქრისტეს სიტყვა? რა თქვა? და არ უნდა იცავდე ქრისტეს სიტყვას? ეკლესია უნდა გაიწმინდოს უღირსი მღვდლებისგან. მადონა მაგას ვამბობ მეც. მოიცადე კოლხ მარგალი უკეთესი იქნება.
მანდილი გააკეთოს. ეკლესიაში შედიხარ და იქ დგახარ, ამიტომ და საერთოდ ქალს თავდაპირველად უნდა კონდეს არ გეწყინოს. რა უნდა გავაკეთო? მანდილი გავიკეთო და იქ გვერდზე წკაპუნი მიმდინარეობდეს. ჯერ გითით საწერია რომ უნდა გავიკეთო მანდილი და სათავსაბურავი. ქრისტე პირდაპირ ამბობს, რომ ეგ არის თქვენი კულტურის წესი და არა ღმერთის მოთხოვნა, რომ თავზე მანდილი ეკეთოს ქალს. კოლხ არ გეწყინოს, მაგრამ უნდა შეგისწორო რა. ეკლესია უნდა გაიწმინდოს უღირსი მღვდლებისგან. აუცილებლად უღირსი მღვდლებისგან უნდა გაიწმინდოს. ცხვირი მეხოცება. ეხლა მივალ ეხლა ხალხი ზომბირებულია, მღვდლები გაუნათლებლები არიან და როგორებიც არიან ისეთ განათლებას აწვდიდნენ. მანდილი არ მოეთხოვება ქალს, გარდა წირვაზე დგომისა. გარდა წირვაზე დგომისა, არც წირვაზე დგომაზე არ მოეთხოვება მანდილი ნამდვილად. არსად არ წერია ქრისტემ, არსად არ თქვა რომ მანდილი გაიკეთე თავზე, მართლა ოღონდ რა. რო ეთქვა მე მაგას გავაკეთებდი. აქვს უფლება ვიცა რომ დაიყოს ეხლა გაწესებული. იქო შემოგივარდნენ და დაიწყო თელეფონი და ტყურის სწავლება ვაკეთებთ ხოლმე ამას მიასევენ ვიტალიკები, იმები. არაფერს არ ტყვირი. ხოდა ეხლა მithumetes უფლის ხოდა მაგას ვიცახეთ უფლის სახლია და მანდელმოთ იქამდე ნუნივართ რომ ეს კამების ქვია და დაიწყო საქა ვიღაცებმა. გამარჯობათ. ნუ იღე? ნუ იღე. არ გადავიღებ, აღარ ვიღებ. გამოვდი და ჩაცხეთ. აი, გავდი. ეს არ შეიძლება და ეს შეიძლება, ხო? იგივეს გეტყვით რა. არაფერს არ გეუბნები, ვიდეოს ნუ. მეც მოვიტანე სანთლების დახს და ესე გადავუსვა. თქვენია ეს ეკლესია? არა, მე აქვს სახე. ხო და მე გადავიღებ, ვინ? უთხარით რა, არ მეგოჩით. არ შეიძლება გადაწყო. ამ ქალბატონს მითხარით, ვინ მისცა უფლება რომ მე ამიკრძალოს? არ, შინაგანი წესია. ვინ თქვა მაჩვენეთ წესი? ესე იგი ესეთია. წესდება მაჩვენეთ. ვინ არის ეს ქალბატონი? აქ მუშაობს? მსახურობს? მაშინ მითხარით რომელი მამაოსგან გაქვთ თქვენ კურთხევა რომ აქ მსახურობთ? მეც უფლისგან მაკურთხევა რომ მე აქ გადავიღო ეხლა და დავაფიქსირო ეს. არის, ძახანი, გარი, გაბზან. და გამოვიდა და კი ბატონო, მაგრამ რატო უნდა გავბზანდე არ ვიცი. ხო, მაშინ აქ პოლიციო სამუშაო მიმდინარე. ჩემს გამო გამოიძახეს ეს. გავიგე, მაგრამ თქვენ გაგაცნობ ჩემს. როცა ამ ქალბატონთან დავასრულოთ შეტყობინების აღრიცხვას. გასაგებია. ძალიან საინტერესო. 15% რჩება ახლა ჩემს იმაზე, მეგობრებო. 15% შეიძლება გაითიშოს, გესმით? ჩემი ტელეფონი ახლა და მართლა სამარცხვინოა. ქალბატონმა რომელმაც წინ დამიჭირა რომ კამერა არ შეიძლებაო და სანთლებს ყიდის, ის ხო შეიძლება. ხო, ვიცი დედიკო, შიგნით არის პოლიცია და ესაუბრება ქალბატონს. ხო და ასე რომ ჩემოკარგებო, სანამ გაითიშება მექნება ეს ჩართული და სანამ არ გაითიშება კი ვილაპარაკებ. უფლის სახლი, შინაგან ნაწესი, სამარცხვინოები. ენლილი სამარცხვინოები არიან კი. ой, დადე იქ დედიკო, სადღაც დადე. სანთელს მონასტრები თვითონ დააკეთებდნენ თავის მეურნეობებში, რომელიც აქვს და არა უნდა ყიდნენ. ბაზარში არ უნდა ყიდულობდნენ. არა, ყიდითო, ყიდულობთო ჩვენცო, ისე კი არ არისო. ყიდულობთო და
რატო არ შეიძლება გადაღება ვინ დააწესა კანონი გვაჩვენ ხო მეც ხო ვკითხე ვინ დააწესა კანონი დატვირთე ტელეფონი თამარ მოვდივარ მეც მოდი თია მოდი რა ხდება თამარ მე გვიან შემოგეთ რა არის მარინოს ხო მე მოვიდეს აქ ვარ გამარჯობა ჩემი სახელი თამარ ინასარიძე გეფარტია გავიგონ თამარ რაღაც კონფლიქტი მოგსვიათ კონფლიქტი არა ჩვენ ვისაუბრეთ რომ ეკლესიაში ვაჭრობა არ შეიძლება და მამაოს ვუთხარი ეთანხმება თუ არა ამ ყველაფერს მამაო მითხრა რომ ჩვენ ამას მოვაწესრიგებთ და გამოვასწორებთ და გარეთ გავისაუბროთ გარეთ გამოვედით მაგრამ მამაო არ გამესაუბრა წავიდა მითხრა რომ ყველაფერში მართალი ხარო დიახ ჩვენი მხრიდან რამე არის მოთხოვნა კიდე ჩემი მხრიდან მოთხოვნა აღარაფერია ყველაფერი კარგად არის კი ყველაფერი კარგად მოთხოვნა შეგვირდათ მამაო რომ დააგმოვაფინებს მამაო თქვა რომ გამოსწორდება კი გამოსწორდება ეს საკითხი და ვნახოთ გამოსწორდება ალბათ ამ ეტაპზე ვინმესთან ხო არ გაქვს პრეტენზია არავისთან არ მაქვს პრეტენზია რამე ისეთ სერიოზულ კამას პრობლემას ჩხუბს ხო არ ქონია? კი, ქონდა, მაგრამ არაუშავს, პრეტენზიები არ მაქვს. ფიზიკური იყო, მაგრამ არაუშავს. მაგრამ როგორ გამარაში გამოიხატებოდა ეს ფიზიკური შეურაცხმისა? ნუ შევეკამათეთ ერთმანეთს და გადავეხვიეთ კიდევაც ერთმანეთს. არა, ხელით შეხება თუ კი, ხელით შევეხეთ ერთმანეთს და ზულაწუნეთ სახეში, კი. კი, იყო, მაგრამ ეგ არაფერი არ არის. მამაოსთან? არა, მამაოსთან არა, სხვა მრევლის წევრთან. არა, მამაოსთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ერთადერთი დაპირება თქვა, რომ შესრულება და შეიცვლება ეს საკითხი და ვიმედოვნებ, რომ შეისმინება ეს საკითხი. არ დაჩხაპნო რა დედიკო მან. ხო, კი ბატონო, გასაგებია ხა. მაგრამ მომავალში გაითვალისწინეთ, რომ კონფლიქტი და კამათი და ის არ შეიძლება არც ეკლესიაში არა ეს კამათი არ იყო ეს იყო უბრალოდ ხმამაღლა ვისაუბრე რომ ყველას გაეგო რომ ეკლესიაში ვაჭრობა არ შეიძლება მე არავის კი გამოვთქვი ჩემი კი ბატონო გამოთქვის უფლება გაქვთ კი ბატონო დიახ ამას არავინ არ გიზღუდავთ რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში და საზოგადოებისთვის ისე რომ არ მოხდეს საზოგადოების წესრიგის დარღვევა ვინმესთვის საქმიანობაში ხელი შეშლა, თუნდაც ქადაგების დროს, წირვის დროს, რომ მამაოს არ შეეშალოს ხელი ამას. კი ბატონო, არა, მე ხელს არავის არ უშლიდი. ერთადერთი რაშიც ხელი შეეშალათ, ვიდექი ადგილზე, სადაც უნდა გადამდგარიყავი და არავის არ უშლიდი ხელს და არ გადავდექი, იმიტომ რომ თუ კიდე რაიმე სხვა პრეტენზია გექნებათ, მე შეგიძლიათ წერილობით მიმართოთ იმას საპატრიარქოს და იქ აუხსნათ, რომ რა პრობლემის წინაშე დგეხარ და რომ ეკლესიაში ვაჭრობა მიდის და კი ბატონო, მე ამას აუცილებლად გავაკეთებ საპატრიარქოსაც მივწე წერილს. წირვის დროს ეს არის ჩვენი და აქ ვდგავართ ჩვენ და აქ ვიქნებით ახლა რამდენიმე დღე. კი. უბრალოდ წირვის დროს შეიცადეთ რომ ეს კამათი და ის არ იყოს. მე წირვის დროს კამათს აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ მამაო დამპირდა რომ გააკეთებს და შეიცვლება და თუ შეიცვლება ძალიან კარგი, თუ არ შეიცვლება თავის გასაუბრებას გავაკეთებ თქვენთან და მე თავისუფალი. აქ ახლა არ საუბრობთ ჩვენ? ოქმე უნდა შევადგინოთ. კარგით. მაშინ ახლა გავთიშავ მე და შეტყობინება. კი ბატონო. მოკლედ მეგობრებო, ეხლა დაგემშვიდობებით, ოქმს შევადგენთ ჩვენ და მე დაგიკავშირდებით ისედაც ხდება ეხლა ბატარია. აბა გაკოცეთ ყველას დროებით. გელოდებით აქ.